დადასტურდა? ვრცელდება, ხო. ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ცდილობდა, რომ დაგეგმებინათ, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ ესე ვერ მოხერხდა. რა მნიშვნელობა აქვს ახლა უკვე ბოიკოტს? ანუ რა აზრი ექნება და კანდიდატებს რო შეეძლოს? პირველი რომ აზრი არ აქვს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც უნდა, რადგან ამ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი, არ არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, შესაბამისად, იმ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, სადაც წინასწარ შეიძლება შედეგი იყოს ცნობილი და არის ცნობილი, ანუ ის, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდა, რეალურად ყველანაირ აზრს არის მოკლებული და არაერთხელ შეგვიფასებია ჩვენ ეს ქმედება ამ ოპოზიციური პარტიების. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობას ახალ და გვარს ჩვენთვის ვინ იქნება მერობის კანდიდატი. ჩვენ თვლით, რომ ფუნდამენტური შეცდომა არის რუსულ სპეცოპერაციაში შეყოლა ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარ მოედანზე, საკუთარი თამაშის წესებით, სადაც უპირატესობა იმით, რომ ძალაუფლება ხელში აქვს ჩაგდებული და გააკეთებს იმას, რაც უნდა, აქვს რუს ოლიგარქს. საერთოდ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იმას, ვინ იქნება წინასწარ განსაზღვრულ წაგებულ თამაში რუს ოლიგარქთან კანდიდატი. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს. იმიტომ რომ მთელი საარჩევნო სისტემა თავისი ცენტრალური საარჩევნო კომისიით ყველაფერი ამ ქვეყანაში და იმის გათვალისწინებით, როგორც ატარებს საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი, ანუ არ ატარებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. და ამ ქვეყანაში არჩევნები რომ არის გაუქმებული, ეს ანახა ბოლო არჩევნებმაც. ამიტომაც ვინც არ უნდა იყოს დასახელებული მერობის კანდიდატად, შედეგი 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობის იქნება მხოლოდ ერთი. დაიწერება ის ციფრები, რა ციფრებიც აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს. რომ მომაჩუროს საერთოდ მეცნიერებას არ აპირებდა. ლელოც საკმაოდ კაც პოზიციაზე იყო, ხო, არჩევნებთან დაკავშირებით და ამბობდა, რომ ამ არჩევნებს არ მიიღებდა. თუმცა ახლა ლელოც როგორც ხედავთ, თვითონ ალი კოლიციაშვილიც სავარაუდოდ აპირებენ ამაჩუროს მეცნიერებას და აი ეს შეცდომები მოგებულება თქვენ ზაიჭოს. არა, ამაზე ვიკეთებია პარტიასაც და მეც უამრავი განცხადება. შესაბამისად, იგივე შემიძლია ეხლაც გავიმეორო. ჩვენ ვთვლით და საქართველოს და ეს ანახა ყველა კვლევამ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილი 70%-ზე მეტი თვლის, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული, სანამ არის რეჟიმი. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა რუსულ სპეცოპერაციაში შესვლის და ბიძინა ივანიშვილის გათეთრების და მისთვის მეორე სუნთქვის გახსნის ჩვენი მხრიდან არის ფუნდამენტური შეცდომა. მილიონჯერ მithქვამს და გავიმეორებ. როდესაც რუს ოლიგარქს მიყვები თამაში რომელიც დაგაზიანებს შენ, არის ორი ვარიანტი. ან უნდა იყო გარიგებული, ან უნდა იყო სასარგებლო იდიოტი. ამ ორიდან რომელი არიან, ამას გამოაჩენს დრო. მოდი, ეს საკითხი ამოვწოროთ. ხო. მის კანდიდატურას მოლოდინი ჰქონდა რომ ის დავუშვათ კანდიდატიც იქნებოდა და მიიღებდა საკუთარ და ასევე გვახსოვს მისი განცხადებები ლელოსთან დაკავშირებით. ზოგადად არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილს, ეხლა ლელოში გახარიასგან განსხვავებით მთელი პოზიცია იყო ის, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას არ აპირებდნენ და შემდეგ უცებ შეცვალეს ეს პოზიცია, ხო? რატომ შეცვალეს ეს პოზიცია? ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თვითონაც. შესაბამისად, ვიმეორებ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამას ვთვლით ძალიან დიდ შეცდომად, რომელზეც პასუხისმგებლობის აღება პოლიტიკური მათ აუცილებლად მოუწევთ, მათ შორის საკუთარ ამორჩეველთან, ჩვენთვის სულ ერთია, ვინ იქნება მათი მერობის კანდიდატი. ამის შედეგი იქნება ერთი. შედეგი იქნება ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაიწერს იმას, რაც თვითონ დასჭირდება.